სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ახალი ეტაპი იწყება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს დამატებით შეღავათებსა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მთავრობამ უკვე 6 სტარტაპს მიანიჭა. რეალურად რა სარგებელს ქმნის ახალი მექანიზმი, ვის შეიძლება მიიღოს ის და როგორ ცვლის ის ეკოსისტემას. თემაზე სტუმართან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან ნავთადგილ კასრაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. როდესაც პირველად შემოვიდა ამ თემაზე საუბარი და მე უკვე გაჩნდა რეალურად რა ტიპის შეღავათებით შეეძლოთ ესარგებლად კომპანიებს, ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა. გამართლა თუ არა რეალურად ეს მოლოდინი და დღეს არსებული სურათი, მათ შორის 6 კომპანიის სახით, რამდენად აკმაყოფილებს იმ თქვენს მოლოდინს, რომელიც ჰქონდათ აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ცნოსა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ამ პროცესში სტარტაპ ეკოსისტემა რა თქმა უნდა გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენ მართლაც უპრეცედენტო დახმარების მექანიზმები შევიმუშავეთ ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის. ძალიან სწრაფად იცვლება ეგ ციფრი, ხა თქვენ ანონსში რო 6 ახსენეთ, უკვე 8 ქართულ სტარტაპს აქვს. 8 ქართულ სტარტაპს აქვს უკვე მიღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. განცხადი უფრო მეტია რა თქმა უნდა შემოსული, თუმცა ეტაპობრივად განვიხილავთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შესახებ. ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ ქართულ სტარტაპებს დავეხმაროთ, რომ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა მოიპოვონ. რომ საერთაშორისო კონკურენციაში მათ ჰქონდეთ ის უპირატესობები, რაც მათ შეაძლებინებს, რომ მეტი საერთაშორისო ინვესტიცია მოზიდული იყოს ჩვენ ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ჩვენ ქვეყანაში და ეს ტექნოლოგიური სიახლეები, ეს სიკეთეები საბოლოოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქეებამდე მივიდეს. ეს რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე ვართ, ასე ვთქვათ, სექტემბრის ბოლოს უკვე ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები და ჩვენ სტარტაპებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. დაახლოებითი ჩვენი, ასე ვთქვათ, დათვლებით წლის ბოლომდე 100-მდე სტარტაპს ექნება უკვე მიღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდგომი 5 წლის განმავლობაში 2000 აღემატებოდეს ინოვაციური სტარტაპების რიცხვი, რაც ნიშნავს მაღალანაზღაურებად ბევრ სამუშაო ადგილს საქართველოში და მაღალ ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, რომელსაც აბსოლუტურად დომინოს ეფექტი აქვს ნებისმიერი სხვა დარგის შემდგომი განვითარებისთვის. რას ნიშნავს ეს სტატუსი პრაქტიკაში და რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ უკვე წლის ბოლოსთვის 100-მდე კომპანიას ექნება ეს სტატუსი მინიჭებული? დიახ. პირველ რიგში, რაც აძლევს ეს სტატუსი არის ის, რომ ჩვენ შევქმნით სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც ინოვაციური სტარტაპი გამოიყო მთელი სხვა კომერციული უწყებებიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა იმისა, რასაც საქართველოს მთავრობა მას თავაზობს, ჩვენ ასევე მოუწოდებთ კერძო სექტორს, რომ მათაც უკვე აი ამ გადაფილტრული ინოვაციური მაღალ ტექნოლოგიური სტარტაპისთვის განსაკუთრებული პირობები შეიმუშაონ. ეს იქნება მაგალითად დაზღვევის მექანიზმები, ეს იქნება საბანკო სექტორი თუ ნებისმიერი სხვა კერძო სექტორს შეუძლია დამატებითი, ასე ვთქვათ, მექანიზმები ჩართოს ესეთი წარმატებული და ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. რაც შეეხება მთავრობის შეთავაზებას, ეს არის უნიკალური აბსოლუტურად, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში განულდა საშემოსავლო გადასახადები ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის. რამდენი ადამიანიც არ უნდა ჰყავდეთ მათ დასაქმებული, რამდენადაც დიდი გაიზრდება ბრუნვა, მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ინოვაციური სტარტაპი პირველი 3 წელი სტარტაპის სტატუსის მიღებიდან ისარგებლებს 0%-იანი საშემოსავლო საგადასახადოთი. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ასეთ შემთხვევაში? პირველ რიგში კვალიფიციური ინვესტიცია უნდა ქონეთ მიღებული. ეს არის აკსელერატორი ინვესტიცია. ან აქსელერატორისგან, ან ინკუბატორისგან, ან ვენჩურული საინვესტიციო ფონდისგან, რომელიც რეგულირებადი ფონდი, რომელიც მხოლოდ სტარტაპებში ინოვაციურ სტარტაპებში რა თქმა უნდა, აქვს სხვადასხვა გრადაცია იწყება 100,000 ლარიდან და ადის 15 მილიონ ლარამდე გაჩნია რა ეტაპის სტარტაპ ვსაუბრობთ. მოთხოვნებთან მიმართებაში და რაც ყველაზე მთავარია, მისი ყოველწლიური შემოსავლები და ხარჯები არსებითად უნდა დაკავშირებული იყოს ინოვაციურ საქმიანობასთან. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეს ჩვენ იმისი განცდა, რომ ჩვენ ვეხმარებით სტარტაპს და ამ სტარტაპმა პროფილი არ შეიცვალა, არ ახორციელებს არაინოვაციურ საქმიანობას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ციფრი, რომელიც ვახსენეთ წლის ბოლომდე, ჩვენ გვაძლევს ის მონაცემები, რაც ჩვენს ხელში არის. ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენი სტარტაპი
სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული, ასევე 4 საერთაშორისო აქსელერატორია მოგეხსენებათ, ჩვენი დაფინანსებით ქვეყანაში შემოსული და ისინი წლის ბოლომდე 40 ახალ ინოვაციურ სტარტაპს დააფინანსებენ. შესაბამისად, ეს მონაცემები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს ციფრები გქონდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიწყებთ საერთაშორისო კამპანიას იმისთვის, რომ უცხოელი სტარტაპები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ქართული კომპანიები, საქართველოში დაასაქმონ საქართველოს მოსახლეობა და მაღალ ტექნოლოგიური განვითარება ჩვენს ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი და აქედან გავიტანოთ გლობალურ ბაზარებზე. შეფასების კრიტერიუმები რამდენად აქვს უნდა ჰქონდეს დაუშვათ საზოგადოებას იმის განცდა ან აქვს თუ არა განცდა ამ პროცესში მონაწილეებს რომ შეფასების კრიტერიუმები იმდენად ობიექტურ საფუძვლებს ეფუძნება რომ დაუშვათ აქ არ ექნება ადგილი ვიღაცის კონკრეტულად სუბიექტურ განწყობასა თუ გადაწყვეტილებას. ამიტომ ამშვენოვანია როგორ ფასდება ესა თუ ის სტარტაპი. ანუ აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ რომ არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. ყველა კრიტერიუმები გამოქვეყნებულია, წერია, შეფასებითი კატეგორია მინიმუმამდე არის დასული, რაც ყველაზე მთავარი არის, აი ჩვენ მთელი მსოფლიოს გამოცდილება შევისწავლეთ და ძალიან ბევრი პრობლემები იყო ესეთი სტარტაპის სტატუსთან მიმართებაში. მთავარი მექანიზმი, რაც ჩვენ უზრუნველყოფთ, ეს არის რომ ბაზრის ტესტი, ანუ უცხოური ან კვალიფიციური კაპიტალი მოზიდული იქნა თუ არა ამ სტარტაპმა, ეს არის მთავარი ტესტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტარტაპი. ანუ თუ მაგალითად საკუთარი ფული ჩადო, ოჯახის ფული ჩადო, მისი მეგობრის ფული ჩადო სტარტაპში და იმითი განვითარდა, აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს რომ მოგმართოს ჩვენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მისაღებად. ამიტომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩავდეთ ეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ვენჩურულ ფონდზე, ეს არის ასე ვთქვათ რეგულირებადი ბიზნეს საქმიანობა, ცენტრალური ბანკები არეგულირებენ მათ საქმიანობას, როგორ სტარტაპებში შეუძლიათ ინვესტიცია, რა პირობებით, ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი ასე ვთქვათ დაცულობის მექანიზმი არის ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომ ვამბობთ რომ შემფასებლის და გადაწყვეტილების მიღების სუბიექტური დამოკიდებულება ვერ იქნება გამსასვლელი საბოლოოდ მიიღებს თუ არა ესა თუ ის კომპანია. ნამდვილად და ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, ეს მარტო ინვესტიცია არ არის, ინოვაციური საქმიანობა ცალკე უნდა დაასაბუთოს, რომ ყოველწლიურად მისი შრომითი, ასე ვთქვათ, უბრალოდ ხარჯები და შემოსავლები არსებითად არის დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ აბსოლუტურად უყურებთ ამას. ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც საუბრობთ 100 სტარტაპზე, ხო? ანუ ჩვენ უფრო მეტი სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული, 300-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული, ასე შემდეგ. არ არის ადვილი ამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება. და შესაბამისად ამიტომ ვამბობთ ამ ციფრს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ესეც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ადვილი და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ძალიან კარგი მექანიზმი ქვეყანაში შეიქმნა. ეხლა ჯერი არის არა მარტო მთავრობაზე, რომელმაც მართლაც უნიკალური, ასე ვთქვათ, საგადასახადო ველი შექმნა ინოვაციური სტარტაპების იმის, რომ გლობალური კონკურენტი უნდა მოიპოვოს. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართულ კერძო სექტორს, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაღალ ანაზღაურებელ სამუშაო ადგილებში მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ნაწილს საოცრად მეუბრუნდები, თუმცა რა ვადა შეიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად მოქნილია გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ხომ არ შეიძლება რომ ეს პროცესი გაიწელოს, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, იმიტომ რომ განსაკუთრების სტარტაპის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად ვადასაც და ყველაფერს. რამდენიმე თვე შეიძლება გაიწელოს, რა თქმა უნდა, არ გამოუვლიცხავ ამას იშვიათ შემთხვევებში, როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, ეს არის კოლეგიალური ორგანო, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა სამინისტროებს, სხვადასხვა მოსაზრებები, მეტი დოკუმენტაციები ჭირდებოდეს, ასე შემდეგ. ვადებს რაც შეეხება თვითონ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს იმისთვის, რომ ინიცირება გააკეთოს მთავრობაზე. ეს არის ერთი თვის ვადა მაქსიმუმ, ხოლო შემდგომ უკვე საქართველოს მთავრობის, ასე ვთქვათ, პრეროგატივა იმსჯელოს, იმიტომ რომ შეიძლება დაკარგოს. სტატუსი არის ერთჯერადი პირველ რიგში და აქვს ვადა. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მაქსიმუმ შეიძლება იყოს 10 წელი. პირველ ეტაპზე, როდესაც 0%-იანი საგადასახადო რეჟიმი აქვს, მხოლოდ პირველი 3 წელი აქვს ამ სტატუსის სარგებლობის შესაძლებლობა. თუ ამ 3 წლის გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 მილიონი ლარის დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა სტარტაპმა და იზრდება და ვითარდება, ის კიდევ 3 წელი დასაჩოქდება ამ სტარტაპის სტატუსით
და ამ შემთხვევაში უკვე 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი იქნება როგორც მოგების ნაწილში, ისე საშემოსავლოს ნაწილში. და თუ ამ 3 წლის გავლის შემდგომ კიდევ მინიმუმ 15 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიზიდავს და ისევ იმ კვალიფიციური ინვესტორებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში კიდევ 4 წლით გაუგრძელდება და ამ შემთხვევაში 10%-იანი საგადასახადო რეჟიმი. კი ბატონო, აქ ხა დამნიშნულოვანი ნაწილი შემოწო ორი, ერთი რამდენჯერ მიახსენეთ, კერძო სექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული და მათაც უნდა შექმნა პირობები და მეორე საერთაშორისო ინვესტორები, მათ შორის განსაკუთრებულად ის ინვესტორები, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ ვენჩერული იქნება თუ აშენგო. რამდენად არსებობს ან ერთი ან მეორე მხრიდან ინტერესი ქართული სტარტაპების მიმართ და ქართული კერძო სექტორი, მათ შორის იგივე თუნდაც საბანკო სექტორი იქნება, საფინანსო სხვადასხვა სექტორი. რამდენად ხედავს ამ სტარტაპების მხარდაჭერის რეალურ საჭიროებას, ანუ მე განვითარების რეალური რესურსი აქვთ ამ კომპანიებს, აი ამ წლებმა, რასაც მათ შორის თქვენ საგრანტო პროექტებით აფინანსებით რა აჩვენა, რამდენად კონკურენტუნარიანია არიან ქართული სტარტაპები, რამდენად სიცოცხლისუნარიანი და რამდენად აქვთ რეალური პერსპექტივა, მათ შორის იგივე საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გავიდნენ და აქტიურად მოიზრდნენ ინვესტიციები. და მეორე, ინვესტორები რამდენად არიან დაინტერესებული ქართული სტარტაპებით. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიიღოთ, პირდაპირ გამომდინარეობდა ჩვენ წლებში განვლილი მიღწევებიდან, რაც სტარტაპ ეკოსისტემამ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უზრუნველყო. ჩვენ ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს 700 მილიონზე მეტი უცხოური კაპიტალი აქვს ქვეყანაში შემოტანილი ჩვენი დაფინანსების შემდგომ. სამუშაო ადგილები შექმნილი. ინვესტიციების რაოდენობა 300 მილიონს აღემატება, რომელიც უცხოური ინვესტიციაზე ვსაუბრობ, მხოლოდ რომელსაც ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა ქვეყანაში მოიზიდეს. ასევე დღეს საქართველოში 4 ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ფუნქციონირებს და პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ქართულ სტარტაპებში. აქედან ერთში სახელმწიფოც მონაწილეობს 500-ის ვენჩურულ ფონდში 5 მილიონი დოლარით. ასევე ის ინტერესი, რაც უზრუნველყოფდა 4 საერთაშორისო აქსელერატორის ჩვენ ქვეყანაში შემოსვლა და ამით ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ ჰაბად ფუნქციონირება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გადის იმაზე, რომ ამის დამაგვირგვინებელი იყო ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რითაც კიდევ უფრო მეტად წავახალისებთ, რომ მეტმა ვენჩურულმა ფონდმა გამოიხედოს ქართულ ბაზარზე და ქართული ბაზარი გავამდიდროთ უფრო მეტი ინოვაციური სტარტაპით, მათ შორის რეგიონიდან მოვიზიდოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. ამასთან ერთად ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო დამატებით სტარტაპებთან მიბმული პაკეტი საინტერესო სახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიმუშაოთ იმისთვის, რომ საინვესტიციო ნაწილი წავახალისოთ ის, ვინც ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონეში განახორციელებს დაფინანსებას და შესაბამისად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. რატომ? იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენი სტარტაპები ინვესტიციას იღებდნენ, მათ უწევდათ, რომ უცხოეთში დაერეგისტრებინათ კომპანია და ის კომპანია იღებდა დაფინანსებას. ჩვენ იმდენად კარგი ასე ვთქვათ, მექანიზმი შევქმნით ინოვაციური სტარტაპისთვის, რომ არც იმ უცხოურ ინვესტორს უღირს, რომ უცხოურ სტარტაპში მოთხოვს, რომ სხვა ქვეყანაში დააფინანსო და იქ გაწია ოპერაციები და შესაბამისად მთელი ეს ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში დარჩება, სამუშაო ადგილებს შექმნის აქ და ჩვენი მთლიანი შედაპროდუქციის ზრდისთვის მოხმარდება აბსოლუტურად თითოეული დოლარი, რომელსაც ინოვაციური სტარტაპი როგორ უნდა მოგმართონ სტარტაპებმა? ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ონლაინ პროცესი, სტატუსი არის საიტი არის innovation.status.gov.g, სადაც შევლენ განაცხადს გააკეთებენ, ატვირთავენ ყველა დამადასტურებულ დოკუმენტაციას. კიდევ ერთხელ არის ძალიან რთული პროცესი, უნდა გასცენ პასუხი ძალიან ბევრი კითხვას, მათ შორის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ, ამ შემთხვევაში ინვესტიციის ხელშეკრულება თუ სხვა დამადასტურებელი ოქმი, ასევე მისი შემოსავლები და ხარჯების აუდირებული დასკვნები და შესაბამისად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე განიხილავს შემჭიდროებულ ვადებში. კანონით არის აბსოლუტურად განსაზღვრული თითოეული ეტაპისთვის რა ვადა აქვს ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოს და შემდგომ უკვე ეგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას. კი ბატონო, კიდევ ერთ თემა, რომელსაც აუცილებლად მინდა შევეხო ჩვენი საუბრის გამოში, ეს არის ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი. რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდისთვის შეგეძლება თქვათ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უკვე იმდენად მზად არის, რომ მთელი ის მიზანი, რაც უკავშირდება ამ ჰაბს და ის ძალიან დიდი გეგმები რეალურად დაიწყებს განხორციელებას. დიახ. რაც შეეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბთან, მიმდინარეობს
მთლიანად რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენ ვემზადებით, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი იყოს ქუთაისის და მთლიან საქართველოს მოსახლეობისთვის. აბსოლუტურად უნიკალური სივრცე არის, იმიტომ რომ ინტეგრირებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართულება. პირველ რიგში ეს არის ერთადერთი ჩვენს ქვეყანაში უნიკალური, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, სამხრეთ კავკასიაში ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე აქ იქნება წარმოდგენილი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი, ტუმოს სასწავლო ცენტრი, რომელიც კრეატიული მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბებისთვის, ასევე აქ იქნება საერთაშორისო აქსელერატორები, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები და ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება რა თქმა უნდა პირველ რიგში ქუთაისის და იმერეთის მოსახლეობისთვის, მაგრამ მთლიანად საქართველოსთვის. ასევე სივრცე იქნება ძალიან მიმზიდველი ტურისტული ატრაქციის მიმართულებაც იქნება, ხელოვნური ტბა აღვადგინეთ ჩვენ და იქ სარეკრეაციო სივრცე ასე ვთქვათ განთავსდება, ასევე მუზეუმი კიდევ მეტ საერთაშორისო ტურიზმს მოიზიდავს. მოგეხსენებათ, ძალიან ახლოს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ძალიან დიდი ასე ვთქვათ დიდი მოზიდვა განახორციელა საერთაშორისო ტურისტების მიმართულებით და შესაბამისად ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენ გვაძლევს. როდის გვექნება საშუალება, რომ უკვე თქვათ, რომ სრულფასოვნად დამოქმედა? ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში ეს იყოს უზრუნველყოფილი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კლავაც ეუბნებით იმას მისდევთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ავთანდილ კასაძე საუბრობდა.